საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, კანონიერ ქურდზე მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ეგრეთ წოდებული ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშწორება დაავალეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ქურდული გარჩევის გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ქურდული სამყაროს წევრებს და კანონიერ ქურდებს მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ საქართველოში ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერების მეშვეობით არაერთი ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოთხოვეს. ასევე სამართალდამცველებმა მათ შორის ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე დააკავეს. ბრალდებულებს ბრალდება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, ქურდული სამყაროს წევრზე და კანონიერ ქურდზე მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 26 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 4 პირს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.